ქართულ ოცნებას, ანუ ჩვენს ხელისუფლებას რიგითი საქართველოს მოქალაქის მოკვდავისა ბექა შუბითიძის მიმართვა მეგობრებო, გთხოვთ ეს ვიდეო გააზიაროთ, გაავრცელოთ და რაც შეიძლება ბევრ პლატფორმაზე იყოს, ეგრება დანიშნულების ადრესატამდე მივიდეს. როგორც ყველა მეც ვაკვირდები ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის აღმასვლებს და დაღმასვლებს, რეგრესებს და პროგრესებს და უბრალოდ რაღაც ესე 5 პუნქტად დავყავი აი ეს რაღაცა სამაშველო გეგმა რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. არ არის ესეთი გრძელი და ვფიქრობ რომ ჯანმრთელად ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება რომ აი ეს 5 პუნქტის, აი ამ 5 პუნქტის მოგვარება ჩვენს ქვეყანას ფეხზე არა მარტო დააყენებს, არამედ უბრალოდ ინდექსი აიწევს მაღლა ხარისხი ცხოვრების. პირველი რასაც მინდა შევახო, მოკლედ ვიტყვი რა, ეს არის საკვები პროდუქტები და საწვავი. ხელმისაწვდომობა. უბრალოდ სირცხულია წყურვალებით დამამშრალი ადამიანი რომ შევა სუპერმარკეტში და წყალში ლარნახევარი უნდა გადაიხადოს. ეს ყველაზე მინიმუმს ვამბობ. სირცხულია ყოველდღე გაძვირებული კვერცხი, შაქარი, მარილი, კარტოფილი ასე შემდეგ. ეხლა უნდა გამოვიწერო ნიტრატმზომი. ძალიან მაინტერესებს და მეც უნდა დავიწყო ნიტრატების ზომვა. და ვიდეოს მოგაწვდით ხოლმე. სირცხულია ის, რასაც ჩვენ ჭამთ, ჯერ ასე ძვირი რომ ღირს და თან ამავდროულად ასეთი უხარისხოა და პირდაპირ ჩვენი სიცოცხლის რისკია. ვფიქრობ საკვები პროდუქტების გაიაფება, გაკონტროლება თუ ხელფასებს ვერ ამატებთ, მეგობრებო, ინდექსაცია ინფლაციის გათვალისწინებით შეიძლება გაიაფდეს პროდუქტები და მე შეიძლება 1000 ლარი სამი თვე მოყოს. ხვდებით ხო რა ხდება? ძალიან ადვილად შეგიძლიათ ოცნებაო რომ ეს გააკონტროლოთ და უბრალოდ ადამიანებს შეგვიმსუბუქოთ ამ ხრივ ყოფა და არსებობის რაღაცა, არსებობა. მეორე, იაფი კომუნალური. ესეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ რომ გაგვიაფოთ კომუნალური გადასახადები, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, არ გავჩერდები. მესამე, იაფი ჯანდაცვა. ძალიან მაგარი პროგრამებია, ძალიან სერიოზული რეფორმებია გატარებული განსაკუთრებით ონკოლოგიის მხრივ, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი და ალბათ კიდევ უფრო იაფი უნდა იყოს და ძალიან გთხოვთ გააკონტროლოთ სამედიცინო პერსონალის, მომსახურე პერსონალის კვალიფიციურობა. აგერ ჩემთან არის საავადმყოფო ივანე ბოკერიას საავადმყოფო, რომელიც არის ჩვეულებრივი სასაკლაო. არ ვიცი, ადამიანები, ჯანმრთელები შედიან და გამოყავთ ყბოებით. და ჯანდაცვა საშინელ მდგომარეობაშია ჩვენთან, იმის ფონზე რომ ძალიან სერიოზული პროგრამებია და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებები კეთდება სახელმწიფოს მხრიდან, კერძო სექტორის მხრიდან, სხვადასხვა ფიზიკური, იურიდიული პირების მხრიდან, კიდევ უფრო მისახედი და დასახვეწია მინიმუმის, რასაც აქ ვერ შველით, რითაც აქ ვერ შველით. ჩვენ საავადმყოფოებს აბსოლუტურად ნოლი ხარჯით, აბსოლუტური დაფინანსებით სახელმწიფომ გაუშვას და იქ სადღაცას ისე უმკურნალოს, რომ ჩვენ ჩვენ მოქალაქეები ვეხმარებით ერთმანეთს, აპრობლემაა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს, რა ქვია, მარტო მოქალაქეების იმედად. ანუ მე რომ მიჭირს მოქალაქის იმედად არ უნდა ვიყო, სახელმწიფოს იმედად უნდა ვიყო. ეს სამი. მეოთხე, განათლების რეფორმა, მეგობრებო. ჩვენი განათლების რეფორმა არის კატასტროფა, აქციეთ პრიორიტეტად. შეამსუბუქეთ დავალებები, ბავშვები რომ მოდიან, ჩემი შვილები. ერთ საგანში იმდენ დავალებას აძლევენ, მეორეს ვერ ასწრებენ. ჭამას ვერ ასწრებენ, გამოძინებას ვერ ასწრებენ. ბავშვებს დაუთმეთ, ბავშვობისთვის დრო დაუტოვეთ. რომ თუნდაც სხვადასხვა წრეებზე სიარული შეძლონ და მოახერხონ. არ არის საჭირო აი ამ ხელა ტიტანური დავალებების მიცემა ბავშვებისთვის. აიღეთ ფინეთის მოდელი, უძლიერესი რეფორმა გაატარეს, გადახედათ ფინეთის მოდელს ეს შორს აგვიყვანს და რა ვიცი. მოკლედ, განათლების რეფორმა პრიორიტეტად უნდა აქციოთ. და ყველაზე ისეთი, რაც არ მოეწონებათ ძალიან ბევრს, მით უმეტეს მოზარდებს. სავალდებულო ჯარი, მეგობრებო. სავალდებულო ჯარი ბიჭებისთვის და გოგოებისთვის. არანაირი რაღაც დათმობები და არანაირი დაუშვათ ის არ შემიძლია, ეს არ შემიძლია. მინიმუმ 1 წელი აი ისეთ მაგარ პატრიოტებს ჩამოგვიყალიბებს და პატრიოტთა თაობას გაგვიზრდის სავალდებულო ჯარი. აღარ იქნება არც ამდენი, რა ქვია, მავნე ჩვეულებისადმი მიდრეკილება. აღარ იქნება ეს ბალანსი გოგოსა და ბიჭს შორის, კაცსა და ქალს შორის დარღვეული, რომ ვერ გამიგია ხოლმე ზოგჯერ ქუჩაში გოგო ლაპარაკობს თუ ბიჭი ლაპარაკობს, უყურებ გაუგნებული ერთ და იგივე ტერმინებით ლაპარაკობენ. აღარ იქნება ასეთი უსიყვარულობა ჩვენი რწმენისადმი, რელიგიისადმი და ჩვენი ქვეყნისადმი.
სავალდებულო ჯარი, ქალსაც, კაცსაც, გოგოსაც, ბიჭსაც, მინიმუმ 1 წლიანი. აი ეს, ხო, ჩვენი პატრიოტულ სულისკვეთებას აწევს და აი ამით გადარჩება მართლა ჩვენი ქვეყნის ეს მთელი ინტელექტუალური მემკვიდრეობა გინდა თუ მენტალური მემკვიდრეობა გინდა თუ როგორი მემკვიდრეობაც გინდა. განამარტო გადარჩება უმაღლეს დონეზე აიწევა. ჯარი გამოწყობს ყველას აბსოლუტურად. მოკლედ აი ეს 5 პუნქტი ჩამოვთვალე მე და რავი, მე მგონი ძალიან მარტივია მოსაგვარებლად და მერწმუნეთ. უბრალოდ, აი ხო ყველამ დავღალეს, ზოგი არ აღიარებს იმას, რომ უბრალოდ ძალიან და ხო ყველა დავღალეს. აი ამ ქიშპობით ერთმანეთს საქმეს რო არ აცდიან. უბრალოდ აი ესენი გაატარეთ ხალხო ოცნება. აი ეს რეფორმები გაატარეთ, ეს ყველაფერი გააკეთეთ და ხალხი დამშვიდობა, დაწყნარდება, ქუჩაში მშვიდათულით, აღარ იქნება ეს ბალაგანები და ეს რაღაცეები, თავდაყირად გომა და რუსთაველის პროსპექტიც ამოისუნთქებს და ტუალეტის სუნი რო დგას ქუჩებში, ეს სუნიც გაქრება, აღარც კაროების ქალაქი იქნება, აღარც ლეიბების ქალაქი იქნება, აღარც დრამების ბრახაბრუხი არ იქნება და გაურკვეველი იდეოლოგიის მატარებელი ადამიანებიც უბრალოდ გაქრებიან. ეს გააკეთეთ და ხალხის გულს მოიგებთ. არავინ აღარ შეგეწინააღმდეგებათ მე ნებისმიერ არჩევნებში გამარჯვებაზე, იმიტომ რომ უბრალოდ ყველაფერი კარგად გექნებათ. ძალიან მარტივია, ძალიან მარტივი. ეს არის თქვენი გასაღები იმისა, რომ რეალურად იმას, ვისაც არ უყვარხარ და ვისაც თქვენი არ ჯერათ, დაანახოთ, რომ მუშაობთ და ქვეყანაზე ზრუნავთ. მერწმუნეთ აბსოლუტური უმრავლესობით იქნებით. და ჩვენი ქვეყანაც ამოისუნთქებს და თუ სადღაც ვიღაც ოპოზიციური ძალები იარსებებენ და შეიქმნებიან მართლა გააკეთებენ იმ საქმეს, რაშიც მოდუნდები წერტილ უნდა დაგარტყავენ. თორე ეს ბალაგანი აი ამ 5 საფეხურის გატარების მერე ჩამოიშლება და უბრალოდ თქვენთან საკამათო და სადაო არაფერი არ ექნებათ. აჭამეთ ადამიანებს, ხელფასებს ვეზრდით, ინდექსაცია, ინფლაცია გაითვალისწინეთ, ფასები დაწიეთ და ჩემი 1000 ლარიანი ხელფასი ფასების ადეკვატური და პროპორციული იქნება. ჩვენ ადამიანებს არ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ 10,000 ლარი მერიცხებოდეს. 100 ლარი მერიცხებოდეს, არა მაქვს პრობლემა, მაგრამ ის 100 ლარი ღირსეული პირობებისთვის მყოფნიდეს. აი ამაზეა საუბარი. მე თქვენ ადგილას მაგრად გავითვალისწინებდი აი ამ რჩევას. კარგად.